სმაროდის დაარღვია კანონი. მისი თითისერაბაჭდები რატომაა სისტემაში. ჩხუბის გამო დააბადინდეს 18 წლის ასაკში. ისეთ ტიპს გას, რომელიც ორ ადამიანზე ტახს მოყვება. ახლა სად არის? რთული სათქმელია, მის კლიენტებს 2 დღე არ უნახავთ, მაგრამ ნიუ-იორკის პოლიცია მიაკითხავს. შეგატყობინებ როგორც შეაგდეს შეხვედრა. Mr. Harris. That's what I said to her today. Holy fish. Especially already, that was Mr. Harris, policia. Არის ვინმე სახში? Telephone და ხო ავას. პოლიციას მოთხოვნა. Mr. Harris. ალათეც ბატოხა. აქეთ მოძრაობის ხმა ისმის. სატრაფად ხალება ეს ბიჭი. იდეოსი ვახტები ძმა. პოლიცია არ გაინძრეთ. ჯერდება. სერიოზული დანაშაული მოხდა სასწრაფო მჭირდება საბერავენიოს 599-ში ბრუკლინში. მსხვერპლი მამაკაცია, საშუალო ასაკის, ცეცხლსასროლი იარაღით მეყენებული ჭრილობა კესრის არეში. იჩქარეთ ამ კაცმა უკვე ბევრი სისხლი დაკარგა. Mr. Harris, მე დეტექტივი ბელი ვარ. ჩემი კოლეგა ჯონ ვოტსონი, ნიუ-იორკის პოლიციიდან ვარ. თქვენ მექიმა გითხრა რომ პირში გესროლის. თქვენ მყვა მოგტეხათ და კეთილიდან გავიდა. ძალიან გაგიმართლათ რომ გადაჭი. ვიცით რომ თქვენი ყვა დაფიქსირებულია, ამიტომ პასუხების გაცემაში რომ გაგეხმაროთ ეს მოგიგარეთ. თქვენ უბრალოდ ბეჭდავთ და პროგრამა თქვენს ტექსტს ახმოვანებს. თქვენ მე სიგნალისგან მიხსენით. სისხლის განიცლებოდით. და თუ ახლა ამის თავი არ გაქვთ, მოგვიანებით შემოგივლით. არა, მინდა დაგეხმაროთ. მოგვიყავით რა მოხდა. საწოლში ვიყავთ, სამშაბათი, ხმა გავიგე. სახლში ვიღაც იყო. სანამ ადგომას მოვასწრებდი, თავზე კაცის სილუეტი წარმოვედგა. დამარცხა. მე გონება დავკარგე. ანუ მისი სახე არ დაგინახავთ. რამდენიმე წუთში გამეგვიძე. დამაბა თვალებიც ამიკრა. სარდაფში ვიყავით. მესმოდა რომ ჩემს ღვინის კოლექციას ათვალიერებდა. გაბრაზებული იყო. დიალაპარაკებოდეთ? დიახ, მაგრამ ისი ხმა არ ვიცნო. არ ვიცი ვინ იყო. ჩემი ბაპტისტი უნდოდა. ეგ ღვინოა. შეატო ბაპტისტი. ფრანგული მერლო. ჩემი 57 წლის მერლო უნდოდა. ყვირილი დამიწყო. სად არის? გუთხარი რომ 3 ბოთლი მქონდა ჩაკეტილი სეიფში. სეიფები დამინახეთ. იქ ინახავთ საქონელს. როგორც ჩანს, ყველაფერი წაუღია. ანუ მხოლოდ ეს ღვინო უნდოდა? დიახ. ბოთლები აიღო და პირში იარაღი ჩამხარა. როცა გაისროლა მეგონა მოვკვდი. არ ვიცი როდის მოვედი გონს, მაგრამ ის უკვე წასული იყო. მე ისევ დაგმული ვიყავ. ყველაფერი მტკიოდა. ნამდვილი ტანჯვა იყო. არ ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა. მომიჩნევთ მადლობის თქმას. ჯერის ტიპი ყავს საპოვნელი. დამიპოვით. გამოდის რომ ამ ტიპსაც იმენეს როლა, ვინც რენი ჰენდერსონი და იზაბელ პერსი მოყვა. უკვე დაადასტურეს რომ ეს ტყვიაც იმავე რენიგდან დერინჯერიდანაა. მაგრამ თუ ის სამშაბათს ღამით დააყაჭაღეს, გამოდის რომ პირველი მსხვერპლი ის იყო. ის ორი მეორე დილით მოკლეს. ანტიკვარული ბოთლი, რომელსაც შერლოკი აწებებდა ისეთივეა, როგორც მკვლელმა მოიპარა. მას უნდოდა ღვინოში რიცინი და ემეტებინა, რომელიც რენიმ გააკეთა. ეს ხსნის რატომ წაიღო ეტიკეტი. არ უნდოდა სწორყალზე დავიყენებინეთ. საკითხავია რატომ მაინც და მაინც 57 წლის შატო ბაპტისტი. არის ის ღვინო რატომ არ გამოადგებოდა. გონია ჯობებს ქალაქის ყველა ბარი და რესტორანი გავაფრთხილოთ. არც ერთი ბოთლი არ უნდა გაიყიდოს, სანამ ამ ამბავში არ გავარკვევით. არავინ იცის სად მოხდება მაწაბლული ბოთლები, ამიტომ ჯობია თავი დავისხუიოთ. არ მგონია ნებისმიერ ადგილას ამოყას, მგონი ზუსტად ვიცი ისი მოწამლა მკვლელს. ის მისამაც გავიგე. შეგვიძლია ერთად. ოპა. გადავადე. მე და მარკოსი ახლა საავადმყოფოში ვართ. თუ წინააღმდეგი არ ხარ, ჯერ მე ვიტყვი. ბანდიტური თავშეკრის ადგილას უკანონოდ შემოვედი. რა? სათხარ? ტალალა და ტალალა. ოპა.
ესაც აფათველი. არა, მეგონა მტკიცებულებას ვიპოვიდი, რომ სწორედ ტოფელი იყო იმ წერილების ავტორის, სადაც ოდინის დიშვილის გადაცემით იმუქრებოდა პროგრამამი. ესაც აფათველი დედა. დედაც აფათვია რა? ესა ეს. Universi წარმოგიდგენთ ბებლის ჰიპოალერგიულ საბავშვო სარეცხ საშუალებას, რომლის გამოყენებაც Gracias.